ახლა ვართ კოდაში, სადაც კიდევ ერთი ნუშის სუპერინტენსიური ბაღი გაშენდა. ენერგების ტრანსპორტირება მოხდა აგრომილორას თურქეთის სანერგედან. ჯამში დაჭირდა 4 დღე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ 4 დღის განმავლობაში შენარჩუნებული იყო ტემპერატურული რეჟიმი, რაც ჩვენ გადავამოწმეთ სატვირთოში არსებული ეგრეთ წოდებული შპიონით. ეს ნერგი არის ქლიავის საძირეზე დამკნობილი სუსტი ნუში, რომელიც არის დახურული ფესვთა სისტემით წარმოდგენილი თავისივე ქოთნით. ნერგი არის 40-დან 50 სანტიმეტრამდე და მოყვება თავისივე დამცავი, რომელიც იცავს მას გარემო ფაქტორებისგან. ასევე ყველა ნერგს მოყვება ფიტოსერტიფიკატი. ეს თვითონ რაც არის ქოთანი, აუცილებელია რომ ეს ნიადაგი იყოს ტენიანი. ამ შემთხვევაში მასეც არის, რომ 4 დღის ტრანსპორტირების მერე მაინც არის ტენიანი ნიადაგი და ეს თვითონ ნერგი რაც არის, რამდენიმე განშტოება უნდა კონდეს და საინტერესოა კიდე ის, რომ თვითონ რაც ნიშნავს ქლიავის საძირეზე დამკნობილი. აქ რაც არის პირველი აქამდე ეს არის ქლიავის საძირე და ამ ქლიავის საძირეზე არის დამკნობილი სუსტი ნუში. ამის მთავარი სირთულე მდგომარეობს ამ დამკნობაში და იმიტომაც ახლა რთულია რომ საქართველოში ესეთი დონის გააკეთო, რომ ეს დამკნობა რო ხდება, ეს ძალიან მაღალი დონის ლაბორატორია უნდა, რომ ეს გააკეთო ესეთი დამკნობა. თავარი პრინციპი რა, ცუცად ამოვიღოთ და ჩარგვის დროს დაახლოებით ნამქენი ადგილი 4 თითით უნდა იყოს მიწის ზედაპირიდან დაშორებული. Smart Trees ნერგებს შორის დაშორება აქვს 1.5 მეტრი, ხოლო რიგებს შორის აქვს 4 მეტრი. რაც ჯამში გამოდის 1 ჰექტარზე 1700 ნერგი.